წარმოიდგინეთ, რომ თქვენი განცხადება არის თქვენი ხმა ქაღალზე და გახარეთ ის მეტად გაფიო. Უცნაურად ჟღერს. დღეს მინდა ვისაუბროთ ეფექტური მოწმის განცხადების მომზადებაზე. პირველ რიგში მოწმის განცხადება უნდა იყოს მკაფიო, რა თქმა უნდა სამართალზე დაფუძნებული, სტრუქტურიზებული. მოდით გავყვეთ ნაბიჯებად. წერილის მომზადება. დაიწყეთ სათაურით, მიუთითეთ სრული სახელი, დაბადების თარიღი, home office-ისა და ტრიბუნალის რეფერენსის ნომრები. შემდეგ დაწერეთ შესავალი, თუ ვინ ხართ, რატომ აძლევთ მტკიცებულებას და როგორ ამზადებთ განცხადებას, დამოუკიდებლად თუ თარჯიმნის დახმარებით. ასევე მოვლენები მოაწესრიგეთ თარიღების მიხედვით. გამოიყენეთ მოკლე აბზაცები, თითო აბზაცში გადმოიცით ერთი შინაარსი. მიუთითეთ ძირითადი თარიღები, ბრიტანეთში შესვლის დროები, შეტანილი განცხადებები, მიღებული გადაწყვეტილებები და ინტერვიუები. თქვენი ფაქტები აუცილებლად დაუკავშირეთ სამართლებრივ საფუძვლებს. მაგალითად, თავშესაფრის საფუძველს ადამიანის უფლებების დარღვევას, მუხლი რვა, ოჯახური ან პირადი ცხოვრება, ხანგრძლივ ბინადრობას ან განსაკუთრებულ ბარიერებს დაბრუნებისათვის. ასევე მოერიდეთ მოსაზრებებს, აღწერეთ მხოლოდ ფაქტები, თუ რა მოხდა, როდი, სად და ვინ იყო მოწმე. მტკიცებულებებზე ყოველთვის მიუთითეთ შესაბამისი გვერდი. მაგალითად, იხილეთ გვერდი 14. ოჯახის ექიმის წერილი 12 მარტი 2004 წელი და ასე შემდეგ. არასოდეს დაურთოთ დოკუმენტი, რომლის სახსნაც არ შეგიძლიათ. თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ტრავმა ან ენობრივი ბარიერები, აუცილებლად მიუთითეთ წერილში, რადგან ეს გავლენას ახდენს თქვენს ჩვენებაზე და სხდომის მიმდინარეობაზე. თუ რამე განსხვავდება წინა ჩანაწერისაგან, ახსენით ახლა. განმარტეთ, რატომ გაჩნდა განსხვავება, მაგალითად შეცდომის გამოსწორება ან ახალი ინფორმაციის დამატება. დასასრულს დაურთეთ დადასტურება განცხადების სიმართლის შესახებ, რომ ვადასტურებ ამ მოწმის განცხადებაში მითითებული ფაქტები მართალია. მოაწერეთ ხელი და მიუთითეთ თარიღი. და თუ წერილის მომზადებაში თარჯიმანი მონაწილეობდა, ასევე დაურთეთ მისი განცხადებაც. ასევე დასასრულს გადახედეთ მომზადებულ ტექსტს და საბოლოოდ. დალაგებულია თუ არა ქრონოლოგიურად, საკმარისია თუ არა მტკიცებულებები, სწორია თუ არა გვერდების ნუმერაცია და არის თუ არა აზრი მკაფიოდ ჩამოყალიბებული. გახსოვდეთ, ეფექტური განცხადება უნდა იყოს გასაგები და არა გრძელი. თუ ეჭვი გეპარებათ, თქვენი განცხადების შინაარსში ჯერ მოამზადეთ პროექტი. შემდეგ გადაახედეთ ის თქვენ სოლისიტორს და მხოლოდ შემდეგ დაასრულეთ.